116 წლის წინ დედამიწაზე ტუნგუსკის მეტეორიტი ჩამოვარდა. ტუნგუსკის მეტეორიტი ან მეტეორიტი, იგივე ტუნგუსკის ფენომენი, ჰიპოთეტური კოსმოსური სხეულია, უფრო კომეტური წარმოშობის, რომელმაც სავარაუდოდ მდინარე პოდკამენაია ტუნგუსკას რეგიონში, მაშინდელი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე განიცადა კატასტროფა. ეს ჯერ კიდევ ამოუცნობი, სავარაუდოდ კოსმოსური სხეული ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში 1908 წლის 30 ივნისს შუაღამით შემოვიდა. მისმა შემოჭრამ საჰაერო აფეთქება გამოიწვია. აფეთქების სიმძლავრე შეფასდა როგორც 10-50 მეგატონა, რაც უძლიერესი წყალბადის ბომბის ენერგიას შეესაბამება. აქვე ვიტყვი, რომ ყველაზე მძლავრი თერმობირთვული ბომბი, რომელიც საბჭოთა კავშირმა ააფეთქა, 20 ტონას იწუნიდა, ხოლო აფეთქების სიმძლავრე 50 მეგატონა იყო. დღემდე დაობენ იმაზე, თუ რა იყო ეს მოვლენა. მაშინ ხომ არ არსებობდა არც რადარული და არც თანამგზავრული ტექნოლოგიები. შესაბამისად, ინფორმაცია მხოლოდ თვითმხილველების დახმარებით და იმ შედეგით გვაქვს, რაც ამ ობიექტმა თუ მოვლენამ დატოვა. დილის 7 საათზე, ენისეის აუზის ტერიტორიაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, ცეცხლოვანმა სფერომ ჩაიქროლა, რაც 7-10 კილომეტრის სიმაღლეზე, ტაიგის დაუსახლებელი რაიონების თავზე, აფეთქებით დასრულდა. აფეთქების შედეგად 2000 კვადრატულ მეტრზე ტყე წაიქცა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მთელი ხის მასივი აფეთქების შედეგად გამოსროლილმა დარტყმითმა ტალღამ წააქცია. აფეთქების ეპიცენტრიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ დასახლებებში ფანჯრის შუშები დაამტვრია. რამდენიმე დღის განმავლობაში ატლანტიკიდან ცენტრალურ ციმბირამდე ცის ნათება და მოვერცხლისფრო ღრუბლები შეიმჩნეოდა. კატასტროფის რაიონში გაიმგზავრა რამდენიმე ექსპედიცია. ერთ-ერთი მთავარი ექსპედიცია 1927 წელს შედგა, რომელსაც ლეონიდ ალექსის ძე კულიკი, მეტეორიტების ცნობილი რუსი მკვლევარი ხელმძღვანელობდა. ჰიპოთეტური ტუნგუსკის მეტეორიტის ნამსხვრევები ფაქტობრივად ვერ ნახეს. იპოვეს მხოლოდ მცირე რაოდენობის სილიკატური და მაგნეტიტური სფეროები. მათში ზოგიერთი ელემენტის მაღალი შემცველობა ნივთიერების არამიწიერ წარმოშობაზე მიუთითებდა, მაგალითად მიკრომეტეორიტები. ამ უკანასკნელის დიამეტრი კი მილიმეტრზე მცირეა. ეს არის მეტეორიტული ერთგვარი შუშის, კრისტალისებრი ბურთულები. იგივე ქვის მეტეორიტის გამდნარი ფრაგმენტები. მიკრომეტეორიტები ჩვეულებრივ სრულად განსხვავდება მათი სრულმასშტაბიანი მოძმეებისგან, რადგან მთლიანად ან თითქმის მთლიანად დნება დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრისას და სხვადასხვა ფერის ბურთულების სახეს იღებენ. მათი ფერი ქიმიურ შემადგენელზე და დნობის ხარისხზეა დამოკიდებული. ტერმინი მიკრომეტეორიტი 1950 წლიდან გამოჩნდა, თუმცა მეცნიერებმა მათ შესახებ უფრო ადრე იცოდნენ.